გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, პრეზიდენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმ რადიკალური ცვლილებებისა და რეფორმებისთვის იცნობს, რომლებმაც საქართველოს წინ წაიყვანა და იმ დროიდელ უკრაინისთვის მაგალითი გახდა. მიხეილი უკრაინის მოქალაქე, მრავალი წელია პატიმრობაში იმყოფება, მეტად საეჭვო ბრალდებებით, მაგრამ ის რამაც ნამდვილად გაგვაოცა იყო სიახლე, რომ მიხეილს და მის რამდენიმე კოლეგას ახალ ბრალსდებენ რუსეთის 2008 წლის აგრესიაში. პროვოკაციისათვის. ეს ძალიან ნაცნობი ბრალდებაა, როცა პუტინი გადაწყვეტს თავდასხმას, ყოველთვის ამართლებს ამას პროვოკაციით. ჩვენ უკრაინელებმა ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთისთვის პროვოკაცია. ჩვენი არსებობაა ეს. თავისუფალი ევროპული წარმატებული უკრაინა პროვოკაცია და საფრთხეა კრემლისთვის, ზუსტად ისე როგორც თავისუფალი რუსულ გავლენას მოკლებული საქართველო იყო მაშინ. არ არის გასაკვირი, რომ პუტინმა მიხეილის პატიმრობა პირად ანგარიშსწორებად აქცია. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილის გათავისუფლებისკენ, რომლის ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა პატიმრობაში და ჩვენ ძალზე იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს მოწოდებები უგულებელყოფილია. გარწმუნებთ ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, რომ უკრაინელები მუდამ თქვენთან იქნებიან თქვენს თავისუფლებისა და კეთილდღეობისაკენ სწრაფვაში. იყავით ძლიერები.